ეს არის ახალი 12-ზე განვაგრძობთ გამოშვებას როლანდ ახალაია გენერალურ პროკურორს თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართავს. პარლამენტის წევრი ამბობს, რომ ალასანია წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების შემდეგ მას კრიმინალურ ავტორიტეტს უგზავნიდა, მოთხოვნით, რომ მოგებული არჩევნებიდან კანდიდატურა მოეხსნა. გაცნობებთ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე კენჭს ვიყრიდი მაჟორიტარ დეპუტატად ზუგდიდი 77 საარჩევნო ოლქში. სხვა პირებთან ერთად კანდიდატად წამოყენებული იყო დღევანდელი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. ალასანია წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდში მიგზავნიდა ეგრეთ წოდებულ კრიმინალურ ავტორიტეტს ჯაბა იოსელიანის ახლო მეგობარსა და ხობის რაიონის მხედრიონის ყოფილ უფროს ადამიანთა გატაცებასა და სხვა სახის დანაშაულზე არაერთხელ მხილებულ პირს თემურ გერგაიას. ალასანია ჩემგან მოითხოვდა მოგებული არჩევნებიდან მომეხსნა ჩემი კანდიდატურა და გზა მისთვის დამეთო. თუ არადა დაჭერით მემუქრებოდა. ასევე მისი წინადადებით დაკმაყოფილების შემთხვევაში იმუქრებოდა ზუგდიდში სიტუაციის უკიდურესად გამწვავებით. ჩემი მხრიდან მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო მეორე დღეს 2012 წლის 3 ოქტომბერს ირაკლი ალასანიას ხელმძღვანელობით დაიწყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ხალხის მასობრივი შემოყვანა და დაპირისპირებისამებრ არეულობის ხელშეწყობის მცდელობა. რომარა ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის დროული ჩარევა, სამოქალაქო დაპირისპირება და სამოქალაქო ომის პროვოცირება გარდაუვალი იყო. გთხოვთ გამოძიების დაწყებას აღნიშნულზე გამაჩნია მტკიცებულებები, აცხადებს ახალაია.